მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი და რა თქმა უნდა განახლებული მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს, რამოდენიმე მიმართულებით, რამოდენიმე სიახლეა, მათ შორის ფულად გზავნილებთან დაკავშირებული, ექსპორტის მაჩვენებლებთან დაკავშირებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ცხადი ანალიტიკურ ნაწილს მივიხილავთ ამ შემთხვევაში და ძალიან მარტივად, როგორც გვიყვარს ბიზნეს ინსაიდერში, კონკრეტული ციფრებზე დაყრდნობილი ანალიზი და დავსვათ მარტივი კითხვა, რატომ ყარდება ლარი? ანუ იმ დროს კიდევ ერთხელ, როდესაც 6 თვე-ნახევარი გავიდა მიმდინარე წლის, ჩვენ გვეუბნებოდა რომ ლარი უნდა ყოფილიყო 3 ლარი და 10 თეთრი, ამას ყოველ გადაცემაში ვიმეორებ ფაქტიურად და გავიმეორებ კიდევ, ან 3 ლარი და 40 თეთრი ვხედავთ ლარის მაჩვენებელს 2 ლარი და 70, 2 ლარი 71-ის ფარგლებში მერყეობთ. რატომ ხდება ეს ასე? ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ ფუნდამენტური ფაქტორები ლარის გამყარების ხელშემწყობი იყო და მაშინაც როდესაც გაუფასურების ტენდენცია ხდებოდა, ძირითადად ეს იყო აჟიოტაჟური და თუ ეს აჟიოტაჟი გაგრძელდებოდა, ბუნებრივია ეს იყო მთავარი ჩანაფიქრი. მოდით ვნახოთ ფაქტები ლარის გამყარების და ეკონომიკური ზრდის მაპროვოცირებელი, მხოლოდ ბოლო განახლებული ციფრები, არ ჩავთვალოთ ისე რომ ეს არის მხოლოდ მთავარი, მაგრამ ეს არის ფუნდამენტურ ფაქტორებიდან, 4 ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორიდან 3 ამ შემთხვევაში, ანუ ინვესტიციები, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი, აქედან ჩვენ 3 ნაწილს მოვიხილავთ. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, სწორედ ამ ფუნდამენტური ფაქტორებიდან ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, ეს არის სწორედ ექსპორტის მაჩვენებელი, სადაც ჩვენ ვხედავთ რეკორდულ მაჩვენებელს ივნისის განმავლობაში, სადაც არის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-იანი ზრდა და თუ ავიღებთ იანვარ-ივნისის მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში თითქმის 14.7% არის ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა. რას ნიშნავს ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს ფულადი ნაკადების შემოსვლას ქვეყანაში, უცხოური ვალუტის შემოსვლას ქვეყანაში, რომელიც მაპროვოცირებელია, კარგი გაგებით რომ ამ შემთხვევაში ლარის კურსის გამყარება. სხვათა შორის, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მყარდებოდა და მცირე იყო აჟიოტაჟური, ასე ვთქვათ, შემდგომი ქცევის ან სპეკულაციების საგანი, შემდგომ დაიწყეს საუბარი, რომ აი ევროსთან მიმართებაში ყოფასურდება. დიახ, ევროსთან მიმართებაში, ევროს გლობალური გამყარება იყო ამ შემთხვევაში, ევრო მყარდებოდა ჯამში, თუმცა დღეს შეხედეთ ბატონებო ევროსთან მიმართებაში ლარსაც, ოღონდ ესეც კიდევ ერთხელ არის ამ შემთხვევაში ევროს პოზიციების შესუსტება. კიდევ ერთხელ ყოველთვის მოგიწოდებთ რომ ცოტა მრავალფეროვანი წყაროები გამოიყენოთ და ევროპის ცენტრალური ბანკის ვებგვერდს ეწვიოთ, როდესაც ევროსთან დაკავშირებით რაიმე ბრჭყალებში კვალიფიციურ აზრების თქმა მოგინდებათ ხოლმე. შემდგომ დიაგრამა თუ შეიძლება, შევხედოთ კიდევ ერთ განახლებულ მაჩვენებელს, სადაც ჩვენ შევხედავთ ძირითად ტენდენციებს, აი რომელიც იყო საქართველოში აეროპორტების მაჩვენებლის ნაწილი და აქედან ლოგიკურად გადავალთ შემდგომ ფუნდამენტურ ფაქტორზე, ჯერ შევხედოთ ამ მაჩვენებელს, სადაც 14%-იანი ზრდა ფიქსირდება საქართველოს აეროპორტებში და ბუნებრივია ეს კიდევ ერთხელ არის დასტური პირდაპირი ფრენების მათ შორის და არა მხოლოდ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ რომ პირდაპირი ფრენების კონკრეტული შედეგი აისახება ამ შემთხვევაში ქვეყანაზე, ის რა თემაზეც უდიდესი სამუშაო იქნა გაწეული, მე არაერთხელ აღვნიშნე, მათ შორის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქურუმიშვილი, როდესაც ის კურებდა სწორედ ტურიზმის მიმართულებას და პირდაპირ ფრენებს, მან შეძლო იმ პერიოდში, როდესაც ბევრი საუბრობდა იზოლაციაზე, შეძლო წამყვანი ქართულ ბაზარზე წამყვანი ავიაკომპანიების შემოსვლა, არ ვიცი, ამ ბოლო პერიოდში რამდენი პირდაპირი ფრენაც დაინიშნა, ეს მართლაც ისტორიული მაჩვენებელია, რომელიც კონკრეტულ შედეგებს დებს აქ და ახლა ვნახოთ ეს კონკრეტული შედეგები ტურიზმის მაჩვენებელზე, შემდგომი დიაგრამა, სადაც კიდევ ერთი ფუნდამენტური ფაქტორია, ეს შეეხება სწორედ ტურიზმის ნაწილს და ტურიზმის ნაწილში ჩვენ ვხედავთ ციფრებს, ტურიზმი ჩვენ დეტალურად გქონდა გაშლილი და აღარ შევალ ცხადია ამ დეტალებში, თუმცა ეს მაჩვენებლები, რომლებიც არის დაფიქსირებული, საკმაოდ შთამბეჭდავია, მხოლოდ რამოდენიმე ციფრს ვიტყვი, რომელიც ამ შემთხვევაში დიაგრამაზე არ არის წარმოდგენილი, მაგალითად, როდესაც ჩვენ გვესაუბრებოდნენ ტურისტების შემცირებაზე ევროკავშირიდან, ფაქტები არის პირიქით ევროკავშირიდან, ევროპიდან, ბრიტანეთიდან. ჯამში 10%-ზე მეტად არის ტურისტების მაჩვენებელის გაზრდა. დიახ, ბრიტანეთიდან არის 20%-ზე მეტად, მათ შორის ვიცით ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენები. ის რის სახებაც საუბრობთ. მათ შორის არის ყურის ქვეყნებიდან, ანუ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მსყიდველობით უნარიან ტურისტებზე, დიახ, მაღალი მსყიდველობით უნარიანი ტურისტები არიან ისინი, რომლებიც ჩამოდიან ქვეყანაში, მათ შორის თუ შევხედავთ სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელს, აქაც ჩვენ შესაბამისი შედეგი გვაქვს და კიდევ ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც სულ ბოლო პერიოდის გამოქვეყნებული ინფორმაცია, ბოლო ნაწილი ეს შეეხება
ფულადი გზავნილების ნაწილს მიმდინარე პერიოდში გვაქვს 12.2%-იანი ზრდა ამ შემთხვევაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მცირე განმარტებას გავაკეთებ ამ ნაწილშიც თუ ჩვენ აქამდე გვეუბნეოდნენ რომ ეს იყო რაღაცა რუსული ფაქტორით გამოწვეული და ასე შემდეგ არა ასე არ არის ამისათვის უკვე ერთ შემთხვევაში გირჩიეთ ევროპის ცენტრალური ბანკის ვებგვერდი ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდს შეგიძლიათ წვიოთ სადაც ნახავთ რომ ძირითადი ნაწილი ფულად გზავნილების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ევროკავშირიდან სადაც განსაკუთრებით გაზრდილია ეს წილი კიდევ ერთხელ როდესაც ყველა ფუნდამენტური ფაქტორი ამ შემთხვევაში 4-დან 3 სანალიზი ქონდა არის მზარდი ცხადია ეს წოს კურსის გამყარებას და ცხადია ეს წოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს კონკრეტული ციფრი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ვეცნობი რა ამ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, რომელიც გვაქვს, რომ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდა იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ისევე როგორც ივლისის მაჩვენებელი, ვიდრე ეს იყო მაგალითად იანვარ-მაისის პერიოდი. აი, ნახოთ ამ შემთხვევაში ჩემი პროგნოზი როგორ გამართლდება, რამდენად მოვასწრებ ამ სეზონზე ამის დადასტურებას, თუმცა სხვა საშუალებებით ვეცდები თუ 26 რიცხვამდე ეს ვერ შევწერ. მოკლედ, ესაც რაც შეეხებოდა ანალიტიკურ ნაწილს